მოგესალმებით, ეს გადაცემა თავისუფალი თემა, მე ჟურნალისტი შორენა ბიჭიკაშვილი ვარ. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია ილია ჩაჩიბაია, ჟურნალისტი, ტელეწამყვანი. დიდ მადლობას გიხდით ილია იმისთვის, რომ დაგვითმეთ დრო. მოგესალმებით, გამარჯობა, მივესალმებით თქვენს მაყურებლებს. ეს არის გამორჩეული, ღირსეული, დიდი ისტორიის მქონე ტელევიზია და ჩემთვის დიდი პატივია, რომ მონაწილეობ ამ გადაცემაში. დიდი მადლობა თქვენ კიდევ ერთხელ. მაყურებელს კი ვეტყვი, რომ დღევანდელი ჩვენი გადაცემის თემა იქნება მედიის ირგვლივ ვისაუბრებთ, რა ხდება ქვეყანაში ამ მიმართულებით და ილია მოგეხსენებათ, რომ ჩვენ უკვე დიდი ხანია გვადევს ინკასო, ჩვენი ანგარიშები დაყადაღებულია. ჩვენ არაერთი სამართლებრივი გზა გამოვიყენეთ, მივმართეთ თვითონ სახელმწიფო უწყებებსაც, სასამართლოსაც, თუმცა ამ დრომდე არ მოიხსნა ინკასო, ესეც მოგეხსენებათ, რომ მაყურებელსაც ასევე მაყურებელმაც იცის, რომ პირდაპირ ვიტყვი, რომ აქ გვაქვს საქმე შერჩევით სამართალთან, რადგან პროსახელისუფლებო არხებს ზოგს გადაუნაწილებს, ზოგს პატიობენ 10-ჯერ და 20-ჯერ მეტ დავალიანებას, თუ მე ხშირად ვახსენებ ამას, რომ ჩვენ არ ვითხოვთ პრივილეგიას, ჩვენ ვითხოვთ სამართლიანობას. თქვენ რა შეფასებას გაუკეთებდით ილია, როდესაც რეგიონალური მედია იცით თქვენ რა მდგომარეობაშია ისედაც ფინანსურად და ამ კიდევ წნეხი ფინანსური რა არის ტელევიზიისთვის მაყურებელს რომ ავუხსნათ კიდევ ერთხელ. პირველ რიგში მინდა შევახსენო თქვენს მაყურებლებს, რომ თრიალეთი არის განსაკუთრებული დამსახურების მქონე რეგიონული ტელევიზია, რომელიც განსაკუთრებით 2011-12 წლამდე მონაწილეობდა ძალიან დიდ ბრძოლაში, როდესაც სიტყვის თავისუფლება სისტემურად და მასიურად იზღუდებოდა საქართველოში და ჩვენ ყველამ ერთად, მეც, ჩვენმა ტელეკომპანიამ ობიექტივმაც მივახციეთ, რომ გარკვეული გარდატეხა მოგვეხდინა მაშინ იმ პოლიტიკურ წყობილებაში, რომელიც არსებობდა და რომელიც ცდილობდა გაენადგურებინა დამოუკიდებელი მედია. და თრიალეთი იყო ის ტრიბუნა, რომელიც როგორც რეგიონულ საზოგადოებას, ასევე მთელს ქვეყანას თავისუფალ აზრს, თავისუფალი სიტყვის გამოთქმის შესაძლებლობას აძლევდა და ამისთვის დიდი მადლობა მინდა გითხრათ თქვენ. მაგრამ 2012 წლიდან გარკვეული პერიოდი იყო, ასე ვთქვათ, როდესაც მედია არ იდევნებოდა სულ რამდენიმე წელიწადი და ბოლო დროს განსაკუთრებით უკვე 2 წელზე მეტია, რაც ჩვენ დავინახეთ, რომ ხელისუფლებამ დაიწყო მკაცრი კონტროლი მედიისა. ყველა იმ არხს, რომელიც არ შედის ხელისუფლების და ქართული ოცნების კონტროლ ქვეშ, ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდა ასეთი არხები და ბრწყინვალე მაგალითია თრიალეთის შემთხვევა, როდესაც თავისუფალ დამოუკიდებელ ტელეკომპანიას ცდილობენ, რომ შეუქმნან ხელოვნური ბარიერები და ასეთივე ბარიერები არ ექნება არც ერთ სახელისუფლებო მედიას. ჩვენ ამას ვხედავთ, დავალიანებებიც კარგად ჩამოწერეს და პლუს ამას სახელმწიფო უწყებები მილიონობით და ასობით მილიონი ლარის ღირებულების რეკლამას ათავსებენ სამთავრობო მედია საშუალებებზე. მე მინდა ღიად ვთქვა და ღიად დავდო ბრალი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, რომელიც ებრძვის დამოუკიდებელ მედიას. ჩვენ სხვა პრემიერ-მინისტრებიც ყავდა, ხომ? გვახსოვს ქვეყანაში გნებავთ ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, მაგრამ არც ერთი პრემიერ-მინისტრის დროს არ ხდებოდა თავისუფალი მედიის ასეთი ტიპის დევნა, რაც ახლა გვაქვს. რასაც უკეთებენ ეს ადამიანები თრიალეთს, რომლის დახურვაც უნდათ პირდაპირ, იმიტომ რომ ვერ მოახდინეს ამ თავისუფალი სულის მქონე ჟურნალისტების და ზოგადად ამ ტელერადიო კომპანიის ხელში ჩაგდება და მათზე კონტროლის მოხდენა. ამიტომ მე მინდა ობიექტივი სახელი ჩემი როგორც ერთი ჟურნალისტის სახელით სოლიდარობა გამოუცხადო თქვენს არხს და ძალიან მკაცრად დავგმო ის, რასაც ხელისუფლება აკეთებს თქვენს მიმართ. სხვათა შორის არ ხართ ერთადერთი. ასეთივე მდგომარეობაშია დღეს ტელერადიო კომპანია ობიექტივი, რომელსაც მთელი ამ წლების განმავლობაში, განსაკუთრებით ბოლო 2 წელიწადში, რაც ირაკლი კობახიძეა პრემიერ-მინისტრი, ხელოვნური ბარიერები შეექმნა საქმიანობის ყველა ეტაპზე და ეს ხელწერაა ერთგვარი, რომ ფინანსური პრობლემა უნდა შეუქმნა ტელევიზიას და თვითონ დაიხუროს ვითომ. სინამდვილეში კი ამ ყველა ბარიერს ქმნის ხელისუფლება ბატონი ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, რომელმაც სამწუხაროდ ამ ქვეყანაში ჩამოაყალიბა ფეოდალიზმი. როდესაც ყველა მდიდრდება, ვინც მათთანაა და ეს გარკვეული მცირე კლასია, ხოლო დანარჩენი ყველა უნდა გაღარიბდეს, ყველა უნდა მოკვდეს, დამოუკიდებელი თავისუფალი არხები დაიხუროს და ხელში ჩაიგდონ როგორც სასამართლო, თქვენ სასამართლო ახსენეთ და ეს გააკეთეს კარგად, ხელში ჩაიგდეს სასამართლო, ბიზნესი, მედია
პარლამენტი, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, ყველაფერი მათია და თუ მათთან ამ გაბატონებულ კლასთან ახლოს არ არის რომელიმე ორგანიზაცია, ის ავტომატურად ხდება განადგურების სამიზნე და აი ამ ყველაფერს აკეთებენ მათ წინააღმდეგ. ერთია რომ ამგვარი წნეხის ქვეშ ვართ მათთვის არასასურველი მედიები. მაინტერესებს თქვენგან, ჩვენ მაგალითად გვექნება ბარიერები, თქვა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასთან ურთიერთობაშიც. თუნდაც კომენტარის გაკეთების დროს, მათგან როდესაც ვითხოვთ რაიმეს შეფასებას ან პასუხის გაცემას მოსახლეობას, რომ გასცემ პასუხი მოსახლეობას, არ გვაქვს წვდომა საჯარო ინფორმაციაზე, როდესაც გამოვითხოვთ. აი თქვენ ამ კუთხით რა მდგომარეობა ზოგადად მაყურებელსაც რომ აუხსნათ ქვეყანაში. ეს როგორც ადგილობრივ დონეზე, ისე ცენტრალურ დონეზე ხდება, ხომ? გეთანხმებით ამაში, რომ ეს ნამდვილად დიდი პრობლემაა როგორც რეგიონალური მედიისთვის, ასევე ცენტრალური მედიისთვისაც და ყველასთვის საზოგადოებაში. კიდევ ვუბრუნდები მაინც 2011-12 წელს, რა იყო მაშინ ქართული ოცნების და დღევანდელი მთავრობის მთავარი დაპირებები. ის, რომ ყველა დეპუტატი, ყველა ჩინოვნიკი უპასუხებდა სატელეფონო ზარებს, როგორც საზოგადოების წევრების, ასევე მედიის წარმომადგენლების, რომ იქნებოდა გამჭვირვალობა, გახსნილობა, ღია იქნებოდა ყველა სახის ინფორმაცია მედიისთვის და საზოგადოებისთვის და მედია სწორედ ის უწყება, ის საშუალებაა, რომლითაც საზოგადოება და საჯარო ორგანოები ერთმანეთს უნდა დაუკავშირდნენ, მაგრამ ხელისუფლება გახდა ძალიან ჩაკეტილი. ესეც ხდება განსაკუთრებით ბოლო 2-3 წლის განმავლობაში და აქაც მე გარკვეულ მიზეზებს ვხედავ ახალი პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის საქმიანობისა, რომელიც რეპრესიული და მძიმე ნაბიჯებით არის გამორჩეული ყველა მიმართულებით. ამ 2 წლის განმავლობაში მას ერთი დადებითი საქმე არ გაუკეთებია ამ ქვეყნისთვის. დღეს მქონდა გადაცემა, სადაც საზოგადოების ზარები შემოდის და ხალხს ვკითხე, იქნება ერთი ფაქტი მაინც გაიხსენოთ, რაც შეიძლება დამსახურებას მივაწეროთ ირაკლი კობახიძისა და ვერაფერი მსგავსი ვერ გაიხსენა საზოგადოებამ პირდაპირ ეთერში ზარები შემოდიოდა. ეს დიდი პრობლემაა, ეს ნიშნავს, რომ ჩაკეტილია მთავრობა, ძალიან ბევრი დასამალი აქვთ მათ როგორც ჩანს ხალხის წინაშე და სწორედ ამიტომ არის, რომ არც ინტერვიუზე თანხმდებიან, არც საჯარო ინფორმაციას გასცემენ. თუმცა აქ უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ სახელისუფლებო არხებისთვის და ზოგადად ასეთი მედიისთვის ყველა გზა ხსნილია. ძალიან კარგად ვხედავთ ჩვენ მათ საქმიანობას, რომ ყველა ინფორმაციაზე აქვს წვდომაც, ყველა ჩინოვნიკი თუ ყველა თანამდებობის პირი თანახმაა მათ ინტერვიუ მისცეთ, მაგრამ სამაგიეროდ ხდება დამახინჯებული ინფორმაციის გავრცელება. სრულ სიმართლეს არც ერთ შემთხვევაში არ აწვდიან ხალხს თუ როგორი მდგომარეობა არაერთი მიმართულებით და ამ პრობლემებზე ვხედავთ არასწორ გაშუქებას, არასწორ რეაგირებას შესაბამისად. დიახ, ილია, მე თქვენ გადაცემებს ვადევნებ თვალყურს და განსაკუთრებით ბოლო დღეებში იყო სოციალურ პრობლემებზე ქონდათ აქცენტი გაკეთებული, თუნდაც ჯარიმებთან დაკავშირებით, იგივე ფასებთან დაკავშირებით და რომელი ერთი ჩამოვთვალო, ხომ? აი ეს ხმა ისმის მათთვის არასასურველ მედიებში, ხომ? აი ამაზე ვერ დახუჭავენ ისინი თვალს, ხომ? აი სწორედ მაყურებელს მინდა ავუხსნათ, რას ნიშნავს თავისუფალი სიტყვა, თავისუფალი მედია, რომ ამის ალტერნატივაც არ ექნებათ. აი რას ნიშნავს დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე თავისუფალი მედიის არსებობა? თავისუფალი მედიის არსებობა ქვეყნისთვის არის უმნიშვნელოვანესი. ეს რომ არა, ჩვენ მივიღებთ სრულ დიქტატურას, თუმცა დიქტატურის ნიშნები უკვე არის ქვეყანაში, ისეთი კანონები აქვთ მიღებული ტროტუარზე დგომისთვის, ადამიანს იჭერენ და ეს არც ერთი ხელისუფლების და არც ერთი პრემიერ-მინისტრის დროს არ ყოფილა, რასაც ბატონი ირაკლი კობახიძე აკეთებს. ახლა ჩვენ რამდენიმე თვის წინ საზოგადოებას გვითხრეს, რომ რაც ხდება ქართულ მედიაში, ეს ტრაგედია არის, რომ განსხვავებული აზრი არ ისმისო და მოდით დავიწყოთ დებატები. გარკვეულად მოლოდინი ჰქონდა ყველას, რომ ეს სერიოზული ტიპის მსჯელობა იქნებოდა დისკუსია საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, მაგრამ რა დავინახეთ წინამძღვრში? სახელისუფლებო მედიამ შექმნა დებატების სტილი, როდესაც ერთის მხრივ წარმოდგენილია ხელისუფლება და მისი ხელმძღვანელები, ხოლო მეორეს მხრივ წარმოდგენილი არიან ისევ ქართული ოცნების მიერ შექმნილი სატელიტი პარტიები და ორგანიზაციები, რომლებიც ერთად ძალიან კომფორტულად გრძნობენ თავს და ეს დებატებიც არ არის სიღრმისეული და არ არის მოქალაქის ინტერესებზე მორგებული. სრულებით აცდენილია დღეს ხელისუფლება და საზოგადოება ერთმანეთს, რაც ხალხსაც უხებს, ის ხელისუფლებას არ აწუხებს.
და საერთოდ არ რეაგირებს ამ ყველაფერზე, მინდა ვთქვა. და ამ ფონზე დამოუკიდებელი, კრიტიკული მათ შორის მედიის არსებობა, ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ქვეყნის გადარჩენისთვის, რომ დემოკრატიის ნიშანწყალი მაინც არსებობდეს. თუ თრიალეთი დაიხურება, თუ ობიექტივი დაიხურება და სხვა ოპოზიციურ არხებზეც იგივე მდგომარეობა, ხელფასებს ვერ იხდიან ოპოზიციური არხები, აბსოლუტურად ყველა გამონაკლისების გარეშე საქართველოში ჟურნალისტები ანაზღაურებას ვერ იღებენ. იმის გამო, რომ მათ გაბედეს და კრიტიკული აზრი აქვს და ეს პირდაპირ ეთერიდან გამოთქვეს. ნუ თუ ეს არის დემოკრატია, რასაც დაგვპირდნენ ისევ 2012 წლამდე. და ეს უნდა შეიცვალოს აუცილებელია როგორც მედიის, ასევე საზოგადოების აქტიურობა, ზუსტად ისეთივე ძალისხმევით უნდა დავიწყოთ მუშაობა, რაც 2011-12 წლამდე იყო. და ჩვენ გვახსოვს, რომ ყველა სიცოცხლის გაწირვა გვიწევდათ იმისთვის, რომ ის ბოროტება, რაც მაშინ ხდებოდა, დაგვემარცხებინა და დღეს მივიღეთ იგივე ტიპის ბოროტება, ზოგ შემთხვევაში უარესიც კი, მაშინ ასეთი ამაზრზენი კანონების მიღება აზრად არ მოსვლიათ, როდესაც ტროტუარზე დგომისთვის ადამიანს ციხეში უშვებენ. და უნდა გადარჩეს თრიალეთი, მივმართავ მე თქვენს მაყურებელს, თქვენს რადიო მსმენელებს, რომ მეტი აქტივობა გამოიჩინონ, იმიტომ რომ ტელევიზიებს სჭირდებათ გვერდში დგომა მაყურებლისა. თუ მაყურებელი შეეგუება ყველაფერს, აი ამ კრიტიკულ გადაცემებს, რომელსაც თქვენ ამზადებთ, როდესაც განგაში გაქვთ გამოცხადებული, რომ თრიალეთს ხურავენ პრაქტიკულად და ეს სურვილი აქვს, აქ თუ გვერდში არ დაგიდგათ მაყურებელი ჩვენც და საერთოდ მთელი საზოგადოება კრიტიკულ მედიას გვერდში არ დაუდგა, მაშინ ყველაფერი ისე დასრულდება, როგორც ეს სურს ბატონ ირაკლი კობახიძეს, რომელიც ჩრდილოეთ კორეას აშენებს სამწუხაროდ საქართველოში და ებრძვის დამოუკიდებელ მედიას, ისევე როგორც ებრძვის ყველა პოლიტიკურ ოპონენტს. გაანადგურა სასამართლო სისტემა და ხელში ჩაიგდეს. გაანადგურეს თითქმის ყველა სფერო, მათ შორის ბიზნესი მათი საკუთრებაა. ყველა ბიზნესმენი, ვინც ქვეყანაში მუშაობს, ფულს წირავს ქართულ ოცნებას. თუ ამას არ გააკეთებენ, მაშინ დახურვა ელოდება მათ ბიზნეს და ხელოვნური ბარიერები და ასეთივე პრობლემები შეექმნა ობიექტივს, მაგალითად ჩვენ ყავდა რამდენიმე შემომწირველი, რომელიც ამ არხის გადასარჩენად გარკვეულ თანხას გვწირავდა. მივიდნენ ამ შემომწირველებთან, როგორც სუსის, ასევე სხვადასხვა ძალოვანი უწყების წარმომადგენლები და იყო მუქარა, რომ თუ ამას გააგრძელებთ, მაშინ თქვენი ბიზნესი დაიხურება, შეგექმნებათ დიდი პრობლემები. აი ამ გზებით, ამ ცბიერი გზებით ცდილობენ ისინი გააჩუმონ თავისუფალი მედია. სააკაშვილის დროს სხვა სტილი იყო, ამასაც გავიხსენებ, პირდაპირ სპეცრაზმი შედიოდა ტელევიზიაში და იარაღით და ძალადობით აკეთებდნენ ამას და ქართული ოცნება სხვა მეთოდებით აკეთებს, რომ ვითომ არხი თავისით დაიხურა. იცით რა, დავალიანება ჰქონდა თრიალეთს და არ გადაიხადა და დაიხურა, ჩვენი რა ბრალია. და ამ დროს სწორედაც მათი ბრალია ეს რომ მოხდეს. იმიტომ რომ მათ სხვა არხებს ჩამოაწერეს დავალიანება და თრიალეთს არა. ესე იგი შეგნებულად ხდება ეს, შეგვიძლია ღიად ვთქვა. ილია, ხშირად ვსვამ ამ კითხვას, რომ არის თუ არა ხელშემწყობი სასამართლო ბიზნესის, ამ შემთხვევაში მედია ბიზნესის, ხომ ასე შეიძლება ითქვას, თუ არის პირდაპირ ამ კითხვას ვსვამ ხოლმე მსახური ხელისუფლების, ხომ ჩვენი მაგალითიც წინდევს, არიან დაპატიმრებული ჟურნალისტებიც და შემდეგ, ხომ? სამწუხარო რეალობა მივიღეთ, მრავალწლიანი ბრძოლის მიუხედავად, რომ სასამართლო სისტემა ყოფილიყო თავისუფალი, უარესობისკენ გვაქვს ვითარება, რაც სახეზე არის ის, რომ სასამართლო სრულებით ინტერესებულია პოლიტიკურ საქმეებზე. როდესაც სახელმწიფოს ან ქართული ოცნების ინტერესი იკვეთება, ყველა ამ საქმეში სასამართლო მიკერძოებულია და ამართლებს მმართველ პარტიას. და ეს ჩანს თრიალეთის საქმესთან დაკავშირებით და სხვა არაერთ საქმესთან დაკავშირებით. სამწუხარო რეალობა, ჩვენ ბევრი უნდა ვიბრძოლოთ თავისუფალი სასამართლოს მოსაპოვებლად, ჯერ კიდევ წინ არის ყველაფერი და ბიზნესის იქნება მედიის თუ ნებისმიერი სხვა იგივე პოლიტიკური პარტიის, ოპოზიციური პარტიის საქმეებთან დაკავშირებით. იგივე ოპოზიციური პარტიების საქმესთან დაკავშირებით ყველა შემთხვევაში მიკერძოებულია სასამართლო. ფაქტები არსებობდა, მტკიცებულებები არსებობდა, მაგალითად, არჩევნებზე манипуляციისა, ზედაპირზე იყო ყველაფერი, გადაღებული კადრები არსებობდა და ყველა შემთხვევაში გამტყუნდა ოპოზიცია. ან გამტყუნდნენ ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებმაც სასამართლოს მიემართეს. ერთადერთ რაიონში იყო გამონაკლისი, გახსოვთ თქვენ და ეს კარგად დაგვამახსოვრდა, მაგრამ რა ვუყოთ დანარჩენ საქართველოს, სადაც ანალოგიური რამ ხდება.
არ ვიცი გამოსავალი რაშია, თუმცა ბრძოლაშია გამოსავალი, ამას ნამდვილად დაგიდასტურებ. ილია, ჩვენ ვახსენებდით, საუბრობდით თქვენ გადაცემაშიც ხშირად რეკავენ ადამიანები და საკუთარ პოზიციას აფიქსირებენ. მეც მუშაობ ველზე, გამოკითხვებს ვატარებ მოსახლეობაში, მაქვს სხვადასხვა, თუნდაც სოციალური მიმართულებით რაიმე აქტუალური კითხვა. თქვენი დაკვირვებით რა სამჩნევთ? მიაჩვია თუ არა საზოგადოება, ხალხი, მოსახლეობა ცუდს და თითქოს იგივე ახსენეთ წეღან რომ თქვათ მედიას გვერდში უნდა დაუდგნენ, ხმა უნდა ამოიღოს საზოგადოებამ რომ განსხვავებული აზრი გაისმას და მათ პრობლემებზე ისაუბრონ ჟურნალისტებმა, ხომ არ თქვენი დაკვირვებით, ხომ არ მიეჩვია მოსახლეობა თქვათ ცუდს და ეს ნენელა აჩუმებს მათ და ჩვეულებრივი მოვლენა ხდება, ხო? იგივე იმდენ ჯერ მიიღეს ეს რეპრესიული კანონები, რომ ამასაც მივეჩვიეთ თითქოს. ახალი კანონები შემოქონდა და ასე შემდეგ. მე მინდა პირველ რიგში საზოგადოების წევრებს უთხრა, რომ მოქმედებას საკუთარი პოზიციის ღიად დაფიქსირებას ყოველთვის აქვს აზრი და ყოველთვის გამოიწვევს ცვლილებებს ხალხის სათქმელი და ხალხის პოზიცია და ხალხის ბრძოლა. ამიტომ ავირჩევთ გზას, როდესაც ჩუმად ვართ, არაფერს არ ვაპროტესტებთ და გულში ვიკლავთ ჩვენს სათქმელს და ჩვენს გასაჭირს. მართლაც ყოველდღე იმდენი ცუდი რამ ხდება და იმდენი ახალი ამბის შესახებ ვიგებთ, რაც თითქოს წარმოუდგენელია, რომ შეიცვალოს ან გაუმჯობესდეს, მაგრამ თუ არაფერს გავაკეთებთ, საერთოდ არაფერი არ შეიცვლება და ყველაფერი გაუარესდება. მაგალითად, ფასების გადასახადების თემა, ხომ? მე კარგად მახსოვს, რომ 2011-12 წლებში იყო მთავარი დაპირება, რომ გადასახადები შემცირდებოდა და განახევდებოდა. ამის ნაცვლად გაიზარდა ფასები არნახულად არის გაზრდილი და აქ თუ ჩვენ არაფერი არ ვთქვით, ჩუმად ვიქენით, შევეგუეთ ყველაფერს და მაინც არაფერი არ იქნება, მაინც არაფერი არ შეიცვლება, ოპოზიცია მე არ მომწონს, კრიტიკული არხი მე არ მომწონს, სამთავრობო მედია მე არ მომწონს, არავინ მე არ მომწონს, აი ასეთ დამოკიდებულებაში თუ ვიქენით და ყველაფერს შევეგუეთ, მაშინ უარესობისკენ გაგრძელდება ყველაფერი. ეს მინდა ვუთხრათ ჩვენს მაყურებელს და მსმენელს, ამიტომ იბრძოლეთ, იმოქმედეთ, არ შეეგუოთ, არ გაჩერდეთ. ვინ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში თუ არა, ვთქვათ, ქართული ოცნებაო. არ მოგწონს ბატონო ესენი, მაგრამ უკეთესი ვინ ჩანსო. გეთანხმებით, რომ ოპოზიციური პარტიებიც ძალიან ცუდად გამოიყურებიან უმეტესობა. მაგრამ ჩვენ შედარებით უკეთესი უნდა დავინახოთ და იმას მივცეთ შანსი და გავაძლიეროთ. აი ეს იქნება ჩემი თხოვნა საზოგადოების მიმართ. სამოქალაქო აქტივობა უნდა გამოვიჩინოთ. მედიას უნდა დაუდგეთ გვერდით, მაგალითად ამ შემთხვევაში თრიალეთს, ამ შემთხვევაში ობიექტივს. უნდა ვიმოქმედოთ, რაღაც გავაკეთოთ და გავაცნობიეროთ, რომ ჩვენ თითოეულ ჩვენგანს გვაქვს კონკრეტული პასუხისმგებლობა საზოგადოების და ქვეყნის წინაშე. მე თუ არაფრის გაკეთება არ მინდა, ბრძოლა არ მინდა, მინდა მხოლოდ სახლში დავждე, ტელევიზორს ვუყურო და ყველას ვაგინო და ყველას ვაფურთხო და არავინ არ მომწონდეს. ამ შემთხვევაში ვიმეორებ კიდევ ერთხელ, რომ უარესობის გარდა უკეთესობა არ იქნება. უამრავი პრობლემა გვაქვს საზოგადოებაში, გაზრდილი ფასები, გადასახადები. ხელისუფლების წარმომადგენლებმა მხოლოდ ერთ წელიწადში 527 მილიონი ლარის პრემია დანამატი აიღეს. წარმოგიდგენიათ, მილიარდ ლარზე მეტი, რამხელა რიცხვია. და ხელფასები გაიზარდეს 16,000 ლარამდე და ამ დროს პენსიონერს მოუმატეს 20 ლარი მხოლოდ შემწეობა. ეს უსამართლობა თავისით არ დაიძლება. ისევ ჩვენი გასაკეთებელია საქმე. მე არ ვარ პოლიტიკოსი ახლა რომ რაღაც მოწოდებები გავაკეთო საზოგადოების წინაშე, მაგრამ როგორც ერთი მოქალაქე, ერთი ადამიანი, რომელსაც პოლიტიკური ამბიცია არ აქვს საერთოდ, უბრალოდ ჟურნალისტი ვარ. თხოვთ რომ იმოქმედოთ, რაღაც გააკეთოთ, თქვენი სამოქალაქო პასუხისმგებლობა გამოაჩინოთ და გააცნობიეროთ. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ილია თქვენი დროისთვის. სოლიდარობას გიცხადებთ თქვენს ტელერადიო კომპანიას, თქვენს კოლექტივს, თქვენს დამფუძნებლებს, თქვენს მაყურებლებს და მსმენელებს. დიდი პატივისცემით. მადლობა დიდი ასევე ჩვენი სოლიდარობა თქვენს და ნამდვილად დიდია თქვენი წვლილიც ამ მიმართულებით. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. ილია მაყურებელს კი შევახსენებ, რომ ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი იყო ილია ჩაჩიბაია, ტელეწამყვანი ჟურნალისტი.